აქ აი ამ ადგილას კრამით ქვეშ, ამას კრამით სამარხი ეწოდება, იყო ჩვილი ბავშვი დაკრძალული. გრაკლიანი გორაზე არქეოლოგიური გათხრები 2008 წელს დაიწყო. 15 წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა საუკუნის არაერთი სახლი და სამარხია აღმოჩენილი. ნინო თავარდქილაძე არის ანთროპოლოგი, რომელიც ამ ტერიტორიაზე სწავლობს აღმოჩენილ ნეშტებს. ხო, ამ შემთხვევაში რა არის ეს, რასაც ეხლა სწავლობთ? გახავთ ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნის სამარხი, სადაც ინდივიდი არის დაკრძალული მარჯვენა გვერდზე, კიდურები მოკვეცილ მდგომარეობაში. ერთ-ერთი მეთოდის სქესის დადგენის არის მენჯი, ეს არის დიდი ამონაჭდევი და იქიდან გამომდინარე, რომ ეს დიდი ამონაჭდევი საკმაოდ ვიწრო არის, ინდივიდი უნდა განეკუთვნებოდეს მამაკაცს. ეს არ არის ერთადერთი ნეშტი, რომელიც ამ გორაზე იპოვეთ. ყველაზე საინტერესო სამარხი გახლავთ მუცლადყოფი ბავშვის სამარხები იმავე პერიოდის ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნის და ბავშვები გარდაცვლილები იყვნენ დაბადებამდე. მუცლადყოფი ინდივიდის ძვლები საკმაოდ მწვავადია და მისი შემორჩენა არ ხდება ხოლმე როგორც წესი. ეს არის მე-6 შემთხვევა აქ გრაკლიანზე ჩვილი ბავშვების ჩონჩხების აღმოჩენის, როგორც ჩანს ემბრიონშივე დაღუპული ბავშვები არიან და ნუ ამის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს, შეიძლება დაავადება იყოს, შეიძლება მძიმე სამუშაო, რომელსაც დედა ასრულებდა და ასე შემდეგ. მაგრამ ასეთი შემთხვევები არის დადასტურებული სამწუხარო და ბავშვების სამარხები, როგორც წესი, ჩვილი ბავშვების არის სადმე საცხოვრებელ სახლთან ან სარიტუალო შენობასთან გაკეთებული. ბატონი ვახტანგი არის ადამიანი, რომელიც უკვე 15 წელია ხელმძღვანელობს გრაკლიანის არქეოლოგიურ სამუშაოებს. ბატონო ვახტანგი, ჩვენ ახლა ვარ ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნის სახლში. დიახ. განსაკუთრებული მნიშვნელობის არის აქ ხარისხი თვითონ მშენებლობის, იმიტომ რომ თუ ყურადღებას მიაქცევთ, კედელი გარდა იმისა, რომ კარგად არის შელესილი, შემდეგ თხელი ფენით არის დაფარული და შეღებილი არის თეთრი საღებავით. ამ შენობას ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნის შუახანებში აუქმებენ ამას და შემდეგ გადადიან აი აქ ძალამჯანში. ეს არის დიდი ცერემონიალური დარბაზი, რომელიც 80 კვადრატული მეტრია. ეს იმ დროისათვის დიდი შენობაა და თუ აი ამ დიამეტრებს მიაქცევთ ყურადღებას ამ ორმოებისას. ეს ორმოები არის ბოძები, სადაც ამაში იყო ხის სვეტები ჩადგმული და ამ დიამეტრების მიხედვით სიმაღლე ამ შენობის უნდა ყოფილიყო არანაკლებ 3 მეტრისა. აქ სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა, როგორც გითხარით, არის გამართული პლატფორმები, ცენტრალური პლატფორმა, რომლის წინ მთელი ქოთანი სავსე იყო ოხრით. ოხრით მკურნალობდნენ ჭრილობებს, რომ ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ყველანაირ წყლულს კურნავს და დამწრობის აუარება იშვიათი საშუალება არის. ჩვენ ახლა ვართ გრაკლიანი გორის ქვედა მხარეს, ასე ვთქვათ, ავტობანის ქვემოთ. დიახ, ეს არის გრაკლიანი გორის პირველი ტერასა და გათხრების მიზანი არის აქ ის, რომ შევისწავლოთ ქალაქ დაგეგმარების პრინციპი, ანუ იყო ეს რეგულარული, ან წინასწარ განსაზღვრული დაგეგმარება თუ შემთხვევითი სპორადული, როდესაც ყველა თავის ჭკუაზე ასენებდა შენობებს. ამ სარიტუალო ადგილას ეს საკულტო ნაწილია, როგორც ხედავთ, მიდგმული არის ეს საკურთხეველი. ანუ ეს გამოწვეული. ეს არის საკურთხეველი და ეს არის ჭურჭელი, რომელიც მიიტანეს და შესწირეს ღვთაებას, ვისაც მიეწონა ეს საკურთხეველი, ხო? ეს რითი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ასეთი საკურთხევლების ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში არსებობს და ეს არის მე-3 საუკუნე, ანუ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მე-8 საუკუნიდან მე-3 საუკუნემდე მიუხედავად პოლიტიკური და სამხედრო კატაკლიზმებისა, რაც ამ მომენტში განვითარდა, ჩვენ ანუ ქართველებს ჩვენი ეთნიკური სახე არ შეგვიცვლია. გრაკლიანის არქეოლოგიური სამუშაოები 15 წელია მიმდინარეობს. რამდენი პროცენტი გაქვთ შესწავლილი ამ ტერიტორიის? ძალიან ცოტა. ალბათ 5-7%, იმიტომ რომ მთელი ეს გორაკი არის არქეოლოგიური ძეგლი, ამის გათხრას ათეულობის წლები დაჭირდება. გარკვეული ადგილები დაზვერილი გვაქვს, მოსინჯული გვაქვს და ყველგან არის კულტურული ფენები და ნაგებობების ნაშთები სხვადასხვა პერიოდის, ასე რომ გრაკლიანს ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს სათქმელი მომავალში. ეს მხოლოდ დასაწყისი.